უსმინე ამ განცხადებას და ასეთი რამ ვერ გამოვიკითხე ამ განცხადების გამო. პირველ რიგში მინდა ხრუშჩოვკებთან დაკავშირებით ორი სიტყვა მოვახსენო საზოგადოებას. ეს არის ჩვენი დედაქალაქისთვის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემა და ნებისმიერ პრობლემასთან მიმართებაში ქალაქის თვითმმართველობას, ანუ გულისხმობს საკრებულოს და მერიას უნდა ჰქონდეს დამოკიდებულება, პოზიცია, ანუ იმ ადამიანებს, ვინც დღეს ხრუშჩოვკებში ცხოვრობს, ქალაქის თვითმმართველობამ უნდა გასცეს პასუხი, როდის შეეცდება, რომ ეს პრობლემები მოაგვაროს. პრობლემა კი შემდეგგვარია, რომ ამ სახლებში ცხოვრება ნელ-ნელა ხდება უკვე სახიფათო, რადგან ექსპლუატაციის ვადა უმეტეს შემთხვევაში ყველგან გასულია და ეს ავარიულობა ფაქტურად ყველგან შეიმჩნევა. დაახლოებით რამოდენიმე 10,000 ადამიანი ცხოვრობს დღეს ეგრეთ წოდებულ ხრუშჩოვკებში და ბუნებრივია, რომ ამ პრობლემაზე თვალის დახუჭვა, ისე როგორც სამწუხაროდ ხდებოდა წინა წლებში, არ უნდა მოხდეს. აქედან გამომდინარე, დამოკიდებულება უნდა არსებობდეს და თბილისის საკრებულო ცდილობს, რომ ამ პრობლემის აღმოფხვისკენ რაღაც ნაბიჯები, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგეს. სწორედ ამიტომ იყო, რომ დაახლოებით რამოდენიმე თვის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობს საკრებულოში საუბარი საკრებულოს წევრების მხრიდან, თავმჯდომარის მხრიდან მასზე, რომ თბილისს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ის პერსპექტიული განვითარების გეგმა, ოღონდ ისეთი, რომელიც შესრულდება და არა ისეთი, რომელიც მხოლოდ ფურცელზე დაიწერება. ამასთან დაკავშირებით გაკეთდა სხვადასხვა კანდიდატების მხრიდან, მეურვების კანდიდატების მხრიდან განცხადებებიც, იგივე რამდენიც მეცი ბატონმა დავით მარმანიამაც გააკეთა, რომ ასეთი გეგმა ბუნებრივია უნდა არსებობდეს. და როდესაც ვლაპარაკობ თბილისის განაშენების გეგმაზე თუ კონცეფციაზე, ბუნებრივია ეს გეგმა ვერ იარსებებს ან ვერ იქნება სრულყოფილი, თუ მასში არ იქნება ასახული ის პრობლემატიკა, რასაც გვია ხრუშჩოვკები. აქედან გამომდინარე, ჩვენ პირველ რიგში ვთვლით, რომ უნდა შეიქმნას კონცეფცია, გუშინ დღესაც თქვენ შეგიძლიათ მედიას ბუნებრივად დაინტერესდეთ ამით. საკრებულოში მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა არქიტექტორებთან, ურბანისტებთან, სხვა სპეციალისტებთან, აი ამ წუთასაც მიმდინარეობს ეს შეხვედრები. ხვალ გარკვეული მოდელის პრეზენტაცია იგეგმება, ჯერ მე არ ვიცი საკრებულოში თუ რაიმე სხვა ადგილას და ბუნებრივია პრესას ეს მედიას ეს ეცოდინება. ანუ ჩვენ გვინდა შევქმნათ კონცეფცია, ამ კონცეფციიდან გამომდინარე უკვე მოხდება კონკრეტული პროექტების განხორციელება. რაც შეეხება არაბ ინვესტორს, ეს არის მასთან დადებული მემორანდუმი, ეს არის ზუსტად ისე, როგორც ხალხურმა გულიკომ განაცხადა, ეს არის ორი მხარის, ასე ვთქვათ, კეთილი სურვილების გამოვლინება და გამჟღავნება. როდესაც ერთი მხარე ამბობს, რომ მას ქალაქში აქვს პრობლემა, ეგრეთ წოდებული ხრუშჩოვკების, ხოლო მეორე მხარე ამბობს, რომ შესაბამისი ნაბიჯების შემთხვევაში ფინანსური რესურსები მზად არის. ქალაქ თბილისის ბიუჯეტის ვერ ცენტრალური ბიუჯეტი ვერ ეყოფა ამ პრობლემის მთლიანად აღმოფხვრას. ბუნებრივია, რომ ჩვენ უნდა ვეძიოთ სხვა გზებით. ეს პრობლემა ერთ დღეში არ აღმოიფხვრება, მაგრამ ის ხალხი, ვინც ხრუშჩოვკებში ცხოვრობს, მას შემდგომ, რაც იქნება მაღალ პროფესიონალური კონცეფცია მიღებული, ყველას ეცოდინება, რომ დღეს თუ არა ხვალ ეს პრობლემა ასე თუ ისე გადაიჭრება. აქედან გამომდინარე, ჩემს არის დამოკიდებულება საკრებულოს მხრიდან, თავმჯდომარის მხრიდან არის ამ პრობლემის მიმართ აბსოლუტურად ადეკვატური და არწმუნებული ვარ, რომ მომავალი საკრებულოც მით უფრო რომ უკვე საუბარია, რომ აუცილებელია ეს განაშენიანების გეგმა შეიქმნას და აისახოს ის პრობლემები, რომელიც დედაქალაქს მის მაცხოვრებლებს აწუხებს, აუცილებლად შეეცდება, რომ ეს პრობლემა იქნას მოგვარებული და გადაწყვეტილი. მე უსმენე მის განცხადებას, ძირითადად საკმაოდ კორექტული აქცენტები გაკეთდა ყველა მიმართულებით, თუმცა ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, როდესაც თაღლითურ სქემებზე და კორუფციულ გარიგებებზე იყო საუბარი. არ ვიცი რა ინფორმაციას ფლობს ამასთან დაკავშირებით, მით უმეტეს, როდესაც ასეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არის და მუდამ იქნება, ვინც არ უნდა იყოს საკრებულოში თუ ქალაქის მერად, ყოველთვის იქნება ამასთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. რა სქემა უნდა არსებობდეს ისეთი, რომ საზოგადოებამ, თბილისელებმა, მედიამ თუ პოლიტიკურმა ჯგუფებმა ვერ დაინახოს, ვერ ხდება. შეიძლება ვილაპარაკო კონცეფცია როგორი უნდა იყოს და როდის მივიღოთ, როდის არ მივიღოთ, რომელ უბანში დავიწყოთ, მესამე მასივში თუ საბურთალოზე თუ სხვაგან, ბუნებრივია, რამდენ წელზე შეიძლება გაიწეროს და ასე შემდეგ, მაგრამ ის რომ ახლა აქ კორუფციული თუ თაღლითური გარემოებები, ეს ჩემს აზრით არ იყო სწორი შეფასება, ცალსახად არ იყო ეს სწორი შეფასება.
ბუნებრივია საზოგადოებას აინტერესებს რომელი ადამიანი სად არის ვინც ახედავს ასე ვთქვათ პარტნიორებს და საკუთარ კარიერის გაგრძელებას პირადად მე ნამდვილად მას შემდგომ რაც დავტოვე ნაციონალური მოძრაობა ჩემ კოლეგებთან მეგობრებთან ერთად მამუკა კაციტაძე და ბესო ბენდელიანი არიან ისინი გავაკეთეთ დამოუკიდებელი ფრაქცია ბუნებრივია ჩვენ ვიყავით ახლო თანამშრომლობაში მთელ რიგ სხვა ფრაქციებთან მაგრამ პოლიტიკური პარტიის წევრი მხარდამჭერი არ გამხდარა ამ შემთხვევაში მე ართლი არ ვიქნები არც ერთიაში და პოლიტიკურ კარიერას ამ ეტაპზე ბუნებრივია ართლი რომ გავაგრძელო ზოგადად ადამიანის მიერ პოლიტიკური პარტიის დატოვება ყოველთვის ამ შემთხვევაში მე მინდა თქვა ჩემთან დაკავშირებით რა თქმა უნდა ეს არის ყოველდღიური გადაწყვეტილება მაგრამ ის ხალხი ის ადამიანები ვინც თვლიან რომ ასეთი რამ არ უნდა მოხდეს მათ უბრალოდ პოლიტიკის არაფერი გაიგებათ ყოველთვის არის შესაძლებელი ამა თუ იმ კონკრეტული მიზეზების გამო იმ პოლიტიკური ჯგუფის დატოვება, რომლის წევრი ჩვენ ხარ. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ არც ერთ შემთხვევაში, არც ჩემ შემთხვევაში და არც ალბათ სხვა ჩემი კოლეგების შემთხვევაში ეს არ არის ადვილი გადაწყვეტილება, გააჩნია ამას რა მიზეზი აქვს, რა საფუძველი აქვს, მანამდე რა ხდებოდა, შემდგომ რა მოხდება და ასე შემდეგ. მე რამდენადაც ვიცი, ძალიან ბევრ სხვა ჩემ კოლეგასაც აქვს ანალოგიური დამოკიდებულება, ასევე ირაკლი შეხიაშვილისგანაც საჯაროდ არსად არ მომისმენია რომ საოცრად საკრებულოს თავმჯდომარე უნდა იყოს და პარტიული კარიერა გააგრძელოს. ეხლა უბრალოდ არჩევნებია, ამ დროს დადებულობა ყოველთვის იმატებს ხოლმე, თუმცა ჩვენ ფაქტობრივად მუდმივად საარჩევნო გარემოში გვიწევს ცხოვრება, არა მხოლოდ წინააღმდეგ მუდმივად, რაც არის პრინციპში ცუდი და საზოგადოებისთვის ალბათ გამგლელი. მთავარია ამ პოლიტიკურმა კონიუნქტურამ, რომელიც სამწუხაროდ არის შექმნილი, არ დააზარალოს ის პროექტები, რომელიც ქალაქში უნდა მიმდინარეობდეს. მათ შორის დისკრიმინაცია არ გაეწიოს იმ იდეას, რომ საკრებულოს წევრებს გსურს, რომ ხრუშოვკების პრობლემატიკას ჩვენ გავამკვლევარებთ. თითოეულ ჩვენგანს გათვითცნობიერებული გვაქვს, რომ ეს 1 და 2 დღის საქმე ნამდვილად არ არის, უბრალოდ ჩვენ ვთვლით, რომ საკრებულოს ამაზე პასუხი უნდა ქონდეს. არ შეიძლება მე როგორც საკრებულოს წევრმა ადამიანს, რომელიც ცხოვრობს ხრუშოვკაში, კი ბატონო, ეს მისი კერძო საკუთრებაა, მაგრამ სახლი შეიძლება დღეს თუ არა ხვალ დაინგრეს. დამოკიდებულება ქონდეს, რა ვქნა, ხო, ამდენ ადამიანს აქვს და რა ვქნა, ხო, რა გიყო მე შენ ვერ მოგეხმარებ. ასეთი დამოკიდებულება აბსოლუტურად არ არის სწორი. რაც შეეხება კიდევ ერთხელ ჩემი კოლეგები ვახსენე, ჩემთვის პირადად, სხვა ჩემი კოლეგებითაც ალბათ არის მნიშვნელოვანი, რომ ის დაახლოებით 2 თვე, რაც ჩვენ დაგვჭირა რომ ვიმუშაოთ, უნდა გავაგრძელოთ ინტენსიურად მუშაობა. ახლა ვახსენებ თავმჯდომარესთან დაკავშირებით ვიტყვი კიდევ ერთხელ, რომ მას აქვს თქვა იგივე გრაფიკში მუშაობს, იგივე დღის წესრიგი აქვს. ისი ხუთშაბათების შეხვედრები, როდესაც 100 ადამიანს ხდება საშუალებით, ეს გრძელდება. ნებისმიერი კომისია ეს იქნება იურიდიულ საკითხთა, ფინანსური თუ ადამიანის უფლებათა კომისიები, ნებისმიერი ყველა მუშაობს იგივე გარემოში, როგორც არასაარჩევნო ვითარებაში და მე კიდევ ერთხელ მინდა ვისურვო და ჩემ კოლეგებსაც ვთხოვ, რომ ხელი შეუწყონ ამას, რომ მიუხედავად ამ მაღალი პოლიტიკური დაძაბულობისა, რომელიც ალბათ იქნება, თავიანთი უფლებამოვალეობები ამ ორი თვის განმავლობაში ბოლომდე შეასრულონ პირადად. მე გარდა ამ 4 წლისა მთელი პერიოდი ყოველთვის ვიყავი არასამთავრობო ორგანიზაციებში, ისეთ ორგანიზაციებში, რომელთაც მე ნამდვილად ვამაყობ, რომ ვიყავი მისი წევრი, თანამონაწილე თუ დამფუძნებელი და მაქვს რამოდენიმე კონკრეტული იდეა და ალბათ ისევ არასამთავრობო სექტორს დავდივარ. პანორამასთან დაკავშირებით ერთ რამეს ვიტყვი, იმიტომ რომ ეს უკვე მართლა ისეთ მაღალი ინტერესი აქვს, რომ მისი განხორციელება ალბათ მოხდება მაქსიმალური საზოგადოებრივი მონიტორინგის ფარგლებში, როგორც ჩანს და ზუსტად ეს მინდა ვთქვა, რომ ალბათ ყველაზე უფრო დიდი ნაკლი და მეც ვიზიარებ ამ თქვა შენიშვნას თუ ეს იქნება საკრებულოს წევრების მიმართ, იყო ის, რომ ხშირად არ ხდებოდა საზოგადოების ჩართულობა, სპეციალისტების თუ უბრალოდ თბილისელების ჩართულობა, მაშინ როდესაც თვითმმართველობა ალბათ ყველაზე უფრო ახლოს უნდა იყოს და საკრებულოები ადამიანებთან. ზოგადად, როდესაც ვსაუბრობთ საკრებულოს მიერ გაკეთებულ ან არ გაკეთებულ საქმეებზე, მე მინდა ერთი რამ აღვნიშნო, თქვენ გახსოვთ ალბათ, როდესაც პარლამენტარები თუ თუნდაც პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაკავშირებით იყო ასეთი შენიშვნები, რომ უმეტესწილად ბიუჯეტი იყო გახარჯული წინა ხელისუფლების მიმართ და მთელი რიგი მიმართულებები წინასწარ იყო
დაფინანსებული. Მთელ რიგ შემთხვევებში ეს ალბათ ნორმალურიც არის, მაგრამ მას შემდგომ რაც საკრებულოში მოხდა ცვლილებები, მას შემდგომ რაც საკრებულომ მართლა დაიბრუნა ის ფუნქცია, რომელიც უნდა ქონოდა, თბილისის საკრებულო ითანხმებს ნებისმიერ კონკრეტულ პროექტს და ინიციატივას, რომელიც ხორციელდება ბუნებრივია ბიუჯეტის ფარგლებში და აქედან გამომდინარე ასეთი ვითარება მომავალ არჩეულ მერს და საკრებულოს არ დახდება. ანუ მათ ექნება სრული ფინანსური რესურსები იმისათვის, რომ განახორციელონ ის პროექტები, რომლებიც თბილისელების ინტერესებზე და არც ერთ პოლიტიკურ ნომენკლატურაზე არ არის მორგებული. ეს ჩემისავით არის ცალსახად პოზიტივი. ასევე მინდა ვთქვა, რომ თქვენ ყველას გახსოვთ და საზოგადოება გადავღალეთ კიდევაც ბიუჯეტის მიღება არ მიღების პერიპეტიებში, მაგრამ საბოლოოდ საკრებულომ სწორედ იმას მიაღწია, რომ თითოეული პროექტი საკრებულოსთან თანხდება, მრავალპარტიულ საკრებულოსთან, როდესაც რამოდენიმე პარტიის წარმომადგენელი არის, არაერთი პარტიის წარმომადგენელი არის ამ საკრებულოში, აბსოლუტურად განსხვავებული ხედვებია და ეს გაცილებით უფრო მეტ ლეგიტიმაციას აძლევს და პასუხისმგებლობას ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით უკვე ბუნებრივია ჩვენც ვიღებთ. თვითონ ბიუჯეტის მხრივაც არის ბევრი უპირატესობები იმ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც იყო. აი საკრებულო რასაც შეეჭიდა, თქვათ და რაც მოახერხა, აი კონკრეტულ საკითხებზე რო ვისაუბროთ, ძალიან ბევრი სოციალური პროექტი დაფინანსდა, მაგრამ აი ერთ ვიტყვი, რაც ნაწილობრივ უკავშირდება თქვათ ხრუშოვკებს, ან თითქმის იგივე თემატიკა, ავარიულ სახლებთან დაკავშირებით დაახლოებით 40 ავარიულ სახლამდე, 40 ავარიულ სახლს უკვე რამოდენიმე დღეში, ხეში მაინც დაიწყება მისი კაპიტალური გამაგრება და იმ ადამიანებს, რომლებიც იქ ცხოვრობენ, აი უპირველესი საცოცხლო პრობლემა გადაეჭრებათ, ანუ არ იქნება საშიში ამ სახლებში ცხოვრება. ასეთი შემთხვევები სამწუხაროდ გამოვ ამას და არანიშნის მოტივით მანამდე იყო ერთეული, ხდებოდა სახლების გარემონტება, მაგრამ აი კაპიტალური გამაგრება, რასაც ქვია, რომელსაც ალბათ ერთ წელიწადში აღარ დაჭირდება რაიმე სამუშაოები, ასეთი სამწუხაროდ ძალიან ცოტა იყო. ეს არის ერთ-ერთი ის პროექტი, რომელიც ალბათ მინდა ვთქვა, რომ სწორედ საკრებულოს წიაღში დაიბადა, კონტურები იქ ჩამოყალიბდა და განხორციელდება. დარწმუნებული ვარ, მომავალი საკრებულოს და პირდაპირ არჩეული მერიც ამ პროექტებს ნამდვილად გააგრძელებს და ის დინამიკა, რომელიც შეიქმნა, საერთოდ ჩვენთან ინსტიტუციები ხშირად ძალიან ინერტულები არიან, არა მხოლოდ იმიტომ, რომ თქვათ მერიაში და თვითმმართველობაში არ იყო ერთი და იგივე პოლიტიკური ჯგუფები თქვათ წარმართველი, არამედ ზოგადად ინერტულები არიან ის დინამიკა, რომელიც არის დღეს, რომ თითოეული საკითხი, თითოეული პროექტი მერიამ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა შეათანხმოს საკრებულოსთან, ეს არის აბსოლუტურად ძალიან პოზიტიური და დადებითი ფაქტორი და ეს დინამიკა დარწმუნებული ვარ, რომ გაგრძელდება. ძალიან ბევრი დაძაბულობის და უკაცრავად ვაივიშის შემდგომ მივიღეთ ასეთი ფორმა, მაგრამ თავარია რომ დღეს ეს გვაქვს და თითოეული დღე საკრებულოში სამუშაო დღე 12 საათი და მეტიც კი გრძელდება ხოლმე.